ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია რაგბი TV და ეთერშია 18 წლამდე 6 ერის ფესტივალი, პირველი სათამაშო დღე და საქართველოს შემადგენლობა თქვენს ტელეეკრანებზე. აუცილებლად გაგაცნობთ ამასაც. დღეს იწყებს საქართველო, თუმცა ამ შეხვედრით როგორც უკვე ვთქვით, სრულდება ტური, ძალიან საინტერესო პირველი ტური გამოვიდა. ფესტივალი სწორედ იმიტომ არის, რომ ამ ტურნირის ფორმატი და არ არის აქ ჩემპიონის ვინაობის გამოვლენა ან რაიმე მსგავსი, რომ ეს არის ორიენტირებული მოთამაშეთა განვითარებაზე. ახალი ეპოქა იწყება 18 წლამდე ნაკრებისთვისაც, ახალი სამწვრთნელო შტაბი, ასე რომ საინტერესო პროცესი უნდა წავიდეს წესთა და რიგით. დღეიდან ნახოთ როგორ გაუძღვება გიორგი ნემსაძე თავის სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს. ზურაგ სოვრელთან ერთად გაუძღვები მე საბა ჟორჟიკაშვილი დღევანდელ რეპორტაჟს. კი ბატონო, მოგესალმებით და დარწმუნებული ვარ დღეს საინტერესო სანახაობრივი თამაშის მომსწრელი გავხდებით და ვისიამოვნებთ ყველანი ერთად იმითი, რასაც ეკრანებზე ვიხილავთ, როგორც უკვე საბამ აღნიშნა, ეს არის ფესტივალი, სადაც არ არიან, არ ვლინდება არც გამარჯვებული, არ თამაშდება არც ადგილები, იქნება თავისუფალი თამაში და არის ემსახურება თავიდან ბოლომდე განვითარებას და ჩვენთვის საინტერესო არის, რომ ნახოთ რას წარმოადგენენ ის მოთამაშეები, რომლებიც უმრავლესობა მათი 20 წლამდელთა ნაკრების ღირსებასაც დაიცავს მომავალში უკვე საქართველოსი და შედარებით ნაკლები რაოდენობის მოთამაშეები უკვე ეროვნულ ნაკრებსაც გააძლიერებენ და დაწინაურდებიან ეროვნულ გუნდში. ხო, მთავარია ვითამაშოთ სანახაობრივი თამაში, ხარისხიანი რაგბი და აი შემდეგ ვიფიქროთ უკვე შედეგზე. კი ბატონო, ზუსტად ეს აღნიშნა სამწვრთნელო შტაბმა ტურნირის დაწყებამდე, როდესაც მათთან ჰქონდა საუბარი, რომ მათთვის არის თავარი და მნიშვნელოვანი, რომ მეტი თამაში იყოს და მეტი თამაში გვაჩვენონ და როგორც უკვე აღნიშნეთ და მოგახსენეთ, დებიუტი არის გიორგი ნემსაძის 18 წლამდელთა თავარი მწვრთნელის თანამდებობაზე და აქედან გამომდინარე ველოდებით გარკვეულ სიახლეებს ჩვენი გუნდის თამაშიდან. პაუზა გვაქვს და გავაცნოთ მაყურებელს შემადგენლობა. საფრანგეთის 15-ეული ასე გამოიყურება. პირველი ტრაინი, 2 და 3 კი ფრეინე და ტაფილი იქნებიან. 4 ლაჟნო, გუნდის კაპიტანი, სამბუ 5 მისი მეწყვილე მეორე ხაზში, ბერდი 6, 7 ოდემარ გიონი, 8 კი მენდესტანი, 9 გილენ ლემანი. ამასობაში მივადევნოთ ჩვენს შეტევას, თვალი დაუკარგეთ ბურთი. დაუვარდა და პაუზა გაგრძელდა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას შემადგენლობა გააცნობა. გილუინ ლემარი 9 ნომერი, დოჟერი ღერძზე მისი მეწყვილე 10 ნომრად, სადი 12, 13 ფავრო, 14 იქნება სონკო ბასი, 11 ელდერ ლოსანო, 15 კი დეილალანი გახლავთ დღეს ფრანგთა შემადგენლობაში. დაგითმობ უკვე კი ბატონო, მე ჩემს მხრივ გაგაცნობთ უკვე საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობას. პირველი ნომრით თამაშობს გიორგი ბერძენიშვილი, 2 სანდრო გამყრელიძე, 3 იაგო გუდუშაური, 4 ნიკოლოზ ფანცულაია, 5 საბა ჯინჭველაშვილი, 6 გიორგი ქევანიშვილი, 7 მათე ბერუაშვილი, 8 ლუკამ გალობლიშვილი. 9 ნომრებზე შესაბამისად იქნებიან გიორგი ხონელიძე და მათე მახარაძე, 11 ალექსანდრე მამაიაშვილი, 12 მიხეილ გალობლიშვილი, 13 გოგა ბერიძე, 14 ნიკოლოზ ლაგვილავა და 15 ნომრით ითამაშებს ლუკა ჭაკუა. გუნდის თავარი მწვრთნელი, როგორც უკვე მოგახსენეთ, გიორგი ნემსაძე იქნება ვეტერანი ბორჯგალოსანი, ასევე დღეს ორ მწვრთნელს ექნება დებიუტი ჩვენი გუნდის შემადგენლობაში 18 წლამდელთა მწვრთნელების რანგში, ესენი არიან ირაკლი ყიასაშვილი და შალვა მამუკაშვილი. ერთი შერკინებაში ეხმარება გიორგი ნემსაძეს, ხოლო მეორე შეტევის მწვრთნელი არის ასევე მიხეილ სუჯაშვილი და პაატა მაისურაძე რჩებიან ისევ სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაში, მენეჯერი კი იახურცილავა არის. ამასობაში ჩვენ დავჯარიმდით, საფრანგეთი გადმოვიდა ჩვენს 22-ში და პირველი რეალური შანსი ფრანგებს. კი, 22-ში არიან, ნახოთ რა იქნება. შეგახსენებთ იმასაც, რომ 26 კაციანი განაცხადი თავართ წასულები საფრანგეთში და
26-ვე მოთამაშეს ექნება დღეს შესაძლებლობა რომ ითამაშოს, რადგან ფესტივალი არის, აქ ცვლილებები არ არის შეზღუდული, ისიც არის შესაძლებელი რომ შეცვლილი მოთამაშე ისევ დაბრუნდეს ჩვეულებრივად თამაშში. ანუ აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე განვითარებაზე არის მორგებული ეს წესები და რაც შეიძლება მეტ თამაშს ისახავს მიზნად რომ ამ მოთამაშეებმა რაც შეიძლება დიდი პრაქტიკა მიიღოს სათამაშო. აქ ფეხით გადაგვიკიდეს და დატოვა. გავდა ძალიან. ხო, რადგან ეს ვთქვით რომ 26-ვე მოთამაშე ითამაშებს, მოდით მე საქართველოს ნაკრების საფადარიგო მოთამაშეებსაც გავაცნობ ჩვენს მაყურებელს. 16 ნომრით თამაში ჩაერთვება საბა გოგრიჭიანი, 17 საბა მერაბიშვილი, 18 გეგა გიორგობიანი, 19 გიორგი სუთიაშვილი, 20 ნიკა ჯანგულაშვილი, 21 ალექსანდრე გაგუა, 22 ატო ლიპარტელიანი, 23 რეზო ცხვედიანი, 24 გიორგი კუპრეიშვილი, 25 ბართლომე ხამაშურიძე და 26 ლუკა შულაია. ეს მოთამაშეები იქნებიან ისინი, ვინც დღეს შევლენ ცვლილებებზე და მიიღებენ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან გამოცდილებას, ალბათ არა დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ სასწაული გამოცდილება არის, როდესაც ამასაკში 18 წლისას უკვე გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეთამაშოს საფრანგეთს და უკვე მესამე წელია ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე იღებს მონაწილეობას. მივადევნოთ თვალით ერეფანს კიდევ უფრო მოგვიახლოვდა საფრანგეთი მოლში გვაწვევიან და წინსვლაც აქვს და პირველ ელოს ვიხილავთ სამწუხაროდ ჩვენს ლელოს მოედანში მოახერხეს ფრანგებმა შეღწევა. ლელოს ავტორი კი გახლავთ ფრეინე. ბატონო, დაწინაურდნენ მასპინძლები, მოგეხსენებათ საფრანგეთში ტარდება ეს ფესტივალი, ქალაქ ვიშში, საკურორტო ქალაქში, უკვე ზედიზედ მეორედ ტარდება ვიშში და ზედიზედ მეორედ თამაშობთ ჩვენ ამ ქალაქში ექვსიერის ფესტივალს. სულ კი სამჯერ აქვს ნათამაშები ექვსიერის ფესტივალზე, პირველად 2024 წელს ვითამაშეთ. ემახსოვრება მაყურებელს სირბილაძის ბოლო იტალიაში ჩატარდა ეს პირველი და ის გამარჯვება საფრანგეთთან ამის შემდეგ 29 დავამარცხეთ საფრანგეთი 2024 წელს. და მერე შოტლანდიასთან და ინგლისთან მქონდა თამაშები, შოტლანდიასთან 14-22 დავთვეთ, ინგლისთან კი 19-26 დავთვეთ. იქ შეიძლებოდა მოგებაც ბოლო წუთებამდე გაგრძელდა ბრძოლა ინგლისთან თამაშს გულისხმობ. ფრეი იყო და გავრისკეთ ლელოზე ვითამაშეთ, კონჩეტევაზე აქეთ მივიღეთ ლელო და ამის გამო საბოლოო ჯამში გაიმარჯვეს ინგლისელებმა. რაც შეეხება შარშანდელ სეზონს, შარშან სამივე თამაში დავთვეთ, თუმცა სამივე თამაში ბრძოლა გაუმართეთ მეტოქეებს, იტალიასთან 24-27 იყო ანგარიში, უელსთან 10-17 და ირლანდიასთან 21-26. წლევადელს რაც შეეხება, საფრანგეთის შემდეგ 7 აპრილს ვეთამაშებით ინგლისს და 11 აპრილს მერე ვეთამაშებით შოტლანდიას. კარტასახვაც ზუსტად შეასრულეს ფრანგებმა გავიდნენ წინ 7-ფულიანი უპირატესობით და კვლავ მიღებაზე კარგად ითამაშეს ლელოს ავტორი რა ძლავრი წაღება ჩვენი დაცვა ცოტა უფრო აგრესიულად უნდა დახვდეს მეტოქეს ცოტა ინიციატივა ავიღოთ. ნუ გასაგებია საფრანგეთია ქონდა ამაზეც საუბარი საფრანგეთი ინგლისი დაახლოებით 25-30,000 მოთამაშიდან ირჩევს აი იმ გუნდს რომელსაც ახლა ჩვენ უყურებთ. ანუ დაახლოებით 25-30,000 მოთამაშე ყავს საფრანგეთსაც და ინგლისსაც მარტო ამასაკში და წარმოიდგინეთ რამხელა არჩევანი აქვს მწვრთნელებს და რამხელა თავსატეხი აქვს ვინ უნდა მოხდეს. ეს სხვაობა ამ კუთხით ნამდვილად ძალიან დიდია. ჩვენ კი ჯერჯერობით აი ამ საწყის 7 წუთში გვაქვს დისციპლინის პრობლემები. ამის ხარჯზე ახერხებს უფრო სწორად საფრანგეთის სწრაფი რაკით გვეთამაშება, სწრაფ ფაზებს გვეთამაშება, ჩვენ ჯარიმდებით და ამის ხარჯზე იღებს კიდევ უფრო მეტ უპირატესობას მასპინძელი გუნდი. თუმცა ნომინალური სტუმარია დღეს. ხო, ნუ ეს ფაქტობრივად ხო არაფერს წვიტავს, იმიტომ რომ საფრანგეთშია თამაში და რა თქმა უნდა მას უფრო მეტი გულშემატკივარი ეყოლება. მოსალოდნელიც არის რომ საფრანგეთი ესე გვეთამაშება და კარგიც არის რომ ესე გვეთამაშება, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი პრობლემა სწორედ ტემპი არის და სისწრაფე არის და აი როდესაც მნიშვნელობაზე ვსაუბრობდით, ეს არის ზუსტად მნიშვნელოვანი რომ ამ ტემპს რაც შეიძლება ადრეულ ასაკში აუღონ მოთამაშეებმა. ცუდი ის არის რომ ამ ტემპის შენარჩუნება ჩვენს შიდა ჩემპიონატებში, ჭაბუკთა ლიგებში ვერ ხერხდება და საბოლოო ჯამში მაინც ისე სრულიად სხვა თამაშს მიჩვეულები უცებ ხდებიან აი ასეთ ჩემპიონატზე ჩვენი მორაგბეები. ნახოთ, ბურთი მოვიპოვეთ, ფეხით გასვლა მოგვიწევს ჩვენი
22-დან ხონელიძე ასრულებს დაარტყმას მაღალი დაარტყმით გავედით მეტოქის ნახევარზე ვნახოთ კონტრშეტევაზე მოდის საფრანგეთი ფრთისკენ მარცხნივ წაიღეს სივრცეები ათვისებული გვაქვს მოგვიწია მანძილის დათმობა უკან ეძებს სივრცეს და მოიპოვა კიდეც წინ სულაც ნახა კონტაქტში ფრანგთა ცენტრმა კი კვლავ მაღალ სისტრაფეზე გვიტევს საფრანგეთი მარჯვენა ფლანგი გადაადგილება რამდენად მოვახერხეთ სივრცის ჩახურვა შეგვიძლია აქ ბურთიც დაკარგა საფრანგეთმა მოვიპოვეთ რამ დაგვა ჯარიმა ვიღეთ უცნაური ჯარიმა იყო ცოტა არ იყოს და სწრაფად გახდება მოახერხეს აღარ დაჭირდა კიდევ ერთი ოფლოუდი მაინც მოუწია გაკეთება და ლამაზი ლელო მივიღეთ ჩვენი უყურადღებობით ამ შემთხვევაში წინა შემთხვევაში თუ ჯარიმდებოდით და მეტოქეს ისე უშვებდით ჩვენ ნახევარზე საიდმა ამოაგდო და მიწა სონკო ბასიმ ეს ბურთი დააგვირგვინა შეტევა იბატონო, კარგი სწრაფი ისეთი ფრანგული შეტევა იყო, რასაც მიჩვეულები ვართ ფრანგებისგან. ეს არის მათი თამაში. ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ დონეზე ხელდახელ მათ თუ მისცემ შესაძლებლობას, ისინი აუცილებლად გამოიყენებენ ამას და მაღალ ტემპში შემოგიტევენ და ამის მომსწრენი გავხდით ახლა ჩვენ ყველანი ერთად. ჯერჯერობით საქართველოს ბურთი არ ქონია და არ გვინახია ჩვენი გუნდი რას წარმოადგენს შეტევაში, თუმცა დარწმუნებული ვარ ამის შანსიც მოგვეცემა და იმედი მაქვს რომ ჩვენ შესაძლებლობებს კარგად გამოვიყენებთ და ასევე მრავლად ავიღებთ გულებს, ზოგადად ეს ტურნირი გამოირჩევა უხულიანობით, შეგვიძლია უკვე რომ პირველი ტურის შედეგები გავაცნოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. აქამდე სამი თამაში უკვე ჩატარდა, იტალია ეთამაშა ესპანეთს და დაამარცხა ანგარიშით 52-33, შოტლანდია უელსის შეხვედრაში უელსმა გაიმარჯვა ანგარიშით 34-15, ხოლო ინგლისისა და ირლანდიის შეხვედრაში ირლანდიამ მოახერხა მეტოქის დამარცხება ანგარიშით 36-31. ეს არის ბოლო შეხვედრა პირველი ტურის რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალს და იმედი გვაქვს რომ ეს არის გამოვიდა ინგლისი ირლანდია ბოლო წუთებზე გადაწყდა გამარჯვებულის ვინაობა აქ აუწიეთ სწრაფად ხაზი თუმცა ფრთაზე დაგვრჩა მაინც და უცველი სივრცერითაც იხეირა საფრანგეთმა კვლავ წინ წაიწია დაალაგებულ თამაშს ვეთამაშება კონტაქტში თუ დავაკარგინებთ ბურთს ასეც არის შერკინება დაინიშნება სულ რაღაც მეორე დღევანდელ შეხვედრაში და ვიცით რომ მიწოლა არის ლიმიტირებული კი ბატონო 1 მეტრი და 1 მეტრი ნახევარი შეიძლება მხოლოდ მიწოლა შერკინებების დროს. მოლზე ეს წესი არ მოქმედებს, მოლით შეგიძლია ნახევარი მოედანიც გაიარო თუ გექნება ამის შესაძლებლობა. ხო ეს კიდევ უფრო ხას უსვამს რომ ჩემპიონატი ორიენტირებულია ხელით თამაშზე, ორიენტირებულია ლაღ თამაშზე, რაც ამ ასაკში არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. თავარია სწორ გადაწყვეტილებებს, აი ამ მაღალ ტემპში შეეჩვიოს ჩვენი ნაკრები და ეს წინსვლა უნდა დაიწყოს აქედან და კიდევ უფრო პატარა ასაკიდან ალბათ. კი, ეს ასაკი ჯერ კიდევ ითვლება განვითარების ასაკად და ნაწილობრივ 20 წლამდელთა ნაკრებიც განვითარებას ემსახურება. ეს არის განვითარების ბოლო ეტაპი. კი ბატონო. იძალება ნულოვან ზონაში. 18 წლამდე და დონეზე, როგორც წესი, ჩემპიონატები უმრავლეს შემთხვევაში არ ტარდება, აი გულისხმობ ტიერ 1-ის ქვეყნებს, არის ასეთი ფესტივალის სახეები აქვს მიცემული. ერთადერთი ევროპის ჩემპიონატი გვაქვს, რომელსაც ჩვენ თამაშობთ ხოლმე ყოველ წელს წლიდან წლამდე, ოღონდ იქ ტიერ 1-ის ქვეყნები არ მოაწყვეტენ. ხო, აღარ შეგვიძლია ესეც ვთქვათ, თორემ გვახსოვს დრო, როცა სულადაც კი იყო. საფრანგეთთან ფინალშიც მოვიგეთ, ანგარიშით 8-3 ან 8-5 თუ და ამის შემდეგ დატოვა საფრანგეთმა. საფრანგეთი იყო უკანასკნელი, მანამდე დატოვეს ინგლისმა, ირლანდიამ, უელსმა. ეს ის პერიოდი იყო, ჩვენ რომ მოვუგეთ გარდასახვებით. კი ბატონო, გელა აფრასიძე ურტყავდა, რაც დაარტყა ყველაფერი გაიტანა იმ პერიოდში მაშინ. მიუახლოვდით მეტოქის ლელოს მოედანს პირველი შანსი გამყრელიძემ მოაწოდა დერეფანში ბურთი ბერუაშულმა მაღალ წერტილში მოიგო დავაყენეთ მოლით გვინდა პასუხის გაცემა მეტოქისთვის თუმცა ჯერჯერობით კარგი ბიძგი ვერ მივესით აი ერთი გაჩერებას მოგცა უკვე ნიშანი და ეხლა ხელით უნდა შეუტიოთ მოწყდა ვერ გადადო მოკლეა გამყრელიძე იყო კარგი ამ მიძალების მომენტში კიდევ ერთი ფაზა მოკლეა კვლავ
იბატონო და გძელდება ჩვენების შეტევა ძალიან ცოტა გვაქვს აქედან ულელოდ არ გამოვა არის კიდევ პირველი ლელო კი ბატონო არის პირველი ლელო საქართველოს დაალელოა საფრანგეთი რა ხუდუშაური იყო თუ არ ვწდები კი ხუდუშაური იყო საფრანგეთი დაალელოა საქართველოს საფრანგეთში და ანგარიშში ჩამორჩენად შეამცირა და რაც თავარია ეს არის ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი ორი სწრაფი ლელოს მიღების შემდეგ გავეცით ჩვენს პასუხი და მე-14 წუთზე შევამცირეთ მეტოქესთან ჩამორჩენა გავიტანეთ პირველი ლელო. ლოკომოტივის მორაგბეა იაგო ღუდუშაური. ის სახელზეც არის. ეს ლელო თუმცა უნდა ვთქვათ რომ გუნდური ლელო გამოვიდა მაინც თავისი მოვლით დაწყებით, შემდეგ უკვე ფაზური გაგრძელებით მორკინალების და საბოლოოდ მორკინალმავე დააგვირგვინა. ნულოვან ზონაში 5-14 კომფორტული წერტილი წესდადარიგით გარდასახვის შესასრულებლად ლუკა ჭაკუა ასრულებს ზუსტად. აი ვის უნდა დავაკვირდეთ ხაზიდან და ხაზგასასმელი თემაა რომ ლუკა ჭაკუამ გასულ შეხვედრებში დატოვა ძალიან კარგი შტაბეჭდილება, კარგი ცრუ მოძრაობა აქვს, მაღალ სისწრაფეზე შეუძლია შეტევების გამწვავება და ფეხიც საკმაოდ კარგი აქვს, ასე რომ შეგვიძლია მას ცოტა გამადიდებელი შუშით დავაკვირდეთ უკვე. ხო, ისიც ვთქვათ, რომ 18 წლამდელთა ნაკრებში საკმაოდ მრავლად არიან კლუბის მოთამაშეები წარმოდგენილი, რაც ასევე სასიხარულო და კარგი მომენტი არის. 26 მოთამაშედან 2 ყავს ლეგიონერი, ორივე საფრანგეთის ტულონში თამაშობს. ესეც გარკვეულწილად მნიშვნელოვანი ამბავია, როდესაც უკვე ასე ადრეულ ასაკში ტულონი ინტერესდება შენი და გასაგებია რომ ასაკობრივ გუნდში, მაგრამ გეძლევა იქ განვითარების შანსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ გარდა 24 მოთამაშე ქართულ კლუბებზე ესე ნაწილდება, 7 მორაგბე არის თბილისის ლელოდან, 4 მოთამაშე არის 66 კაციან განაცხადში ქუთაისის აიადან და თბილისის ყვამლიდან, 3 მოთამაშე არის თბილისის ლოკომოტივიდან, 2 არმიადან და თითო არიან წარმოდგენილი აკადემიიდან, არმაზიდან, ბათუმიდან და ფოთიდან. მეცდებით მაქსიმალურად რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია ვისაც ქართული რაგბი გიყვართ და ვინც მისი გულშემატკივრები გყავთ, ფიქრობ რომ საინტერესო ინფორმაცია იქნება ეს თქვენთვის და ეტაპობრივად ნელ-ნელა ასე შევეცდებით რომ გაგაცნოთ ყველა ის სიახლეები რაც ამ გუნდთან დაკავშირებით და ზოგადად ქართული რაგბთან დაკავშირებით არის მოცემული მომენტისთვის. მაღალი ბურთი აიწია, ნახოთ საჰაერო ორთაბრძოლა არ შედგა, თუმცა დამაჯერებელი იყო ფრანგთა მგეზავი მარცხენა ფლანგზე ვნახეთ კვლავ განვითარება, შემდეგ უკვე ფეხით თამაში აჩქარდა ჩვენი გარემარბიც. აქ მე მგონი წინ თამაში იყო და შერკინება დაინიშნება ჩვენ სასარგებლოდ, კი ბატონო საჯბას დააფიქსირა ეს მომენტი და შერკინებაში ისევ ჩვენია ბურთი, რაც მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ შეუტიოთ და ეს ისეთი ადგილი არის, სადაც უკვე საინტერესო არის თუ ეცდებით ხელდახელ შეტევას და თუ გავიტანთ ბურთ ხაზზე და თუ შეუტევთ ხელდახელ. რაზეც უკვე ვისაუბრეთ, რომ თავარი წვრთნელის ჩანაფიქრი სწორედ ესაა, რომ რაც შეიძლება მეტი თამაში იყოს. რა თქმა უნდა, მოგება ყოველთვის სასიამოვნო და სასიხარულოა, თუმცა კიდე ერთხელ და ბევრჯერ ალბათ აღნიშნავთ, რომ აქ თავარი არის, რომ რაც შეიძლება მეტი ვითამაშოთ და შევიგრძნოთ ეს თამაში აი ესეთი დონის გუნდებთან. კი, თან ამ გუნდს ახალ სამწვრთნელო შტაბთან ერთად დასამტკიცებელი აქვს მაინც ბევრი რამ გვახსოვს ის მწარე მარცხი ესპანეთთან და ეძლევათ უკვე უფრო დიდ ასპარეზზე თავიანთი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება. აქ ფიქრობ რომ იმ შეზღუდულ მანძილზე მეტი მიაწვა საფრანგეთი, მაგრამ საერთო ჯამში მოცემულობა არ იცვლება, მოცემულობა არის ის რომ დაგვაჯარიმა საფრანგეთმა. ფაქტია რომ გვაჯობეს ამ მომენტში და დაიმსახურეს ეს ასე რომ არანაირი გამართლება არ აქვს ამ მომენტს. ხო, მოგვაწვა თალსახად. ხო, მეტრანახევარი მიწოლა შეიძლება იმ ფრანგებმა აირჩიეს ეს მიწოლის ამბავი და ჩვენ დავთვეთ ეს მეტრანახევარი, შეიძლება ცოტა უფრო მეტიც, მაგრამ ის მეტრანახევარიც უკვე ალბათ ჯარიმის წესებით დავთვეთ. ამ ტურნირზე ერთი სხვა ქართველიც აქვს შემადგენლობის გარდა 26 მორაგბის და სამწვრთნელო შტაბის გარდა იოსებ ჯაფარიძე, ჩვენი კოლეგა ბრიგადა. კი ბატონო, საჯად არის წარმოდგენილი ამ შემთხვევაში 18 წლამდელთა 6 იერის ფესტივალზე და ისიც იღებს ამ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რასაც მე ქართულ რაგბს მოახმს. გაამწვავა საფრანგეთმა წაიღო ფლანგისკენ, იქ უკვე ზონები შეიზღუდა, ფეხით ითამაშეს და დაჯარიმნენ თამაშგარეზე.
დამრტყმელზე წინ იყო როგორც ჩანს მიმყოლი მორაგბე. ჩვენ კი გვეძლევა შესაძლებლობა რომ ჩვენი 22-დან სიტუაცია განვუხტოთ, მოვაშოროთ, ისე გადავიდეთ კიდეზე და აქვს რომ გაითვალისწინებენ ბიჭები იმას რომ ფრანგები მზად არიან მოგვაწვნენ იმ მეტრანახევრის გამოყენებით და დაგვაჯარიმონ და იმედია მსგავსი შემთხვევის ხილვა აღარ მოგვიწევს ამ შეხვედრაში. ის რომ შეზღუდული არის მიწოლის მანძილი, იმას არნიშნავს რომ შერკინებაში ჯარიმის მოპოვების უფლება არ გაქვს. შეგიძლია თავისუფლად ჯარიმაც. ხო, რა თქმა უნდა, იმ და გამოჩნდა კიდეც ეს დღევანდელ თამაში. საერთოდ დაგვაჩქარა შალვა მამუკაშვილიც მივიდა და ალბათ შერკინებასთან დაკავშირებით მისცემდა ეხლა ზუსტად მითითებას. კარგად გვახსოვს ყველას ქართველი ცენტურიონი ეხლა ხანს გაანება აქტიურ რაგბის თავი და ხო, სანდრო თოდუასთან ერთად დაემშვიდობა. ორი ცენტურიონი ერთბაშად გამოაკდა ჩვენს ნაკრებს. ჩვენს ნაკრებში არის თაობათა ცვლის პროცესი და ეს შედეგებზეც აისახება. ცოტა გაგრძელდა ჩვენს ნაკრებში ეს თაობათა ცვლა, ვერ ჩამოვყალიბდით ოპტიმალურ ფორმაციაზე, ის სიღრმე ჯერ კიდევ ვერ შევქმნით სათანადო. სიღრმე, რომელიც ისევ და ისევ უნდა ვთქვათ, რომ იწყება ამ ასაკიდან და კიდევ უფრო პატარა ასაკიდან. ის უნარები ამ გზაზე უნდა გამოიმუშაოს მორაგბემ. ამ შემდეგ უკვე ეროვნული ნაკრებიც ცოტა ახალ საფეხურზე, შემდეგ საფეხურზე გადავიდეს. ხო, აქ ის არის რომ ჩვენმა გუნდმა თავის დროზე ძალიან სწრაფად გაიარა გარკვეული ეტაპები, მერე იყო ცოტა თითქოს პაუზა, რის შემდეგაც კიდევ ერთი ძლავრი წინსვლა ჰქონდა და ეხლა გვაქვს კიდევ გარკვეული პაუზა, ალბათ არა, რა თქმა უნდა, დრო გჭირდება, მაშინვე ზუსტად და კარგად მახსოვს, რომ ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, აქ ესეთი წინსვლა ვეღარ გექნება, როდესაც იმ დონეზე ხარ მისული, ხა ტიერ 1-ის ქვეყნებთან ისე მარტივად ვერ მოიგებ, როგორც შეიძლება თქვა, მანამდე იგებდი შეხვედრებს. შერკინება მოეწყო საბოლოოდ გამოიღო ამ ყველაფერმა შედეგად ის, რომ დაუთმეთ ფინალი 18 წლამდე ასაკში დავთმეთ ფინალი უკვე ეროვნული ნაკრების დონეზე. ტურნირები, რომელიც მუდამ ჩვენი გვეგონა, აღმოჩნდა რომ მუდამ ჩვენი ვერ იქნებოდა და თუ განსაკუთრებულად და სერიოზულობით არ მიუდგებით ამ ტურნირებს, გნებობთ 18 წლამდე და გნებობთ. აქ რა ორთა ბრძოლა გაჩაღდა შერკინებაში, დაუბრუნდე ზურა თამაშს და ამას მოგვიანებით ისევ გავაგრძელებთ, კიდეზე გადავედით. ცოტა უფრო უკან ჩაუწიეთ საფრანგეთი თავის ნახევარზე. არ გამოვიდა ისეთი დარწმუნებული ვარ, როგორც თავად სურდა. ხო, მაგრამ შერკინებაში ისეთი ბურთის წამოღება მოახერხეთ, თუ ჩვენი იყო შერკინება, მაგრამ თითქმის კომფორტულად ვერ გამოვიტანეთ იქიდან, ასევე კომფორტულად ვერ წავიყვანეთ თამაში ხაზზე, როგორც გსურდა. საბოლოო ჯამში დერეფინიდან მოაწვის ფრეინე ბურთს ცენტრალურ ზონაში შიდა მხარეს შეუბრუნეს და სამბულს დაარტყმევინეს კვლავ მარჯვენა ფლანგი და აქედან უკვე ფეხით გადის ფრანგთა მგეზავი დოჟერი ჭაკუაც ფეხით აბრუნებს ბურთს და აბა ნახოთ ჩვენ სასარგებლო დასხდა წესით ჩვენ უნდა დაგვრჩეს ეს ბურთი კი ბატონო გაგვიმართლა აქ რომ ბურთი დავიტოვეთ უფრო ყურადღებით შეგვეძლო გვეთამაშა და შეგვეწუხებინა მაგრამ ჭაკუამ ახურა დროულად აი შეძახილებიც ისმის ქართველი გულშემატკივარიც მრავლად არის ტრიბუნებზე მადლობა მათ რომ მოიცალეს და მივიდნენ ქართველი ახალგაზრდების საგულშემატკივროდ ყოველთვის სასიამოვნოა უცხო ქვეყანაში განსაკუთრებით როდესაც გესმის ასეთი შეძახილება. აქ უკვე ჩვენ რამდენიმე ფაზა გადავაბით და მოვახერხეთ უკვე დაჯარიმება საფრანგეთის. პირველი ასე ფაზური შეტევა მაინც რაც წამოვიწყეთ და გამოგვივიდა. კიდეზე გადასასვლელად ემზადება მათე მახარაძე. ამჯერად აღარ ღირს მანძილზე გამოკიდება ის შანსი ერთი რაც მივიღეთ გავანიავეთ იმიტომ რომ კიდეზე ზუსტად ვერ გადავედით აი ახლა უფრო დამაჯერებელი იყო ჩვენი მგეზავი ალამი დაახლოებით 22-თან აღიმართა არა კიდე უფრო უკან წამოსულა დაახლოებით 35 მეტრი არის ლელონდე ასთავარია ბურთი ჩვენია დერეფანში 6 კაციანი დერეფანი გვექნება ჩვენ ვაგდებთ ბურთს და გვაქვს საკმაოდ კარგი პლაცდარმი იმისათვის რომ დავიწყოთ შედეგიანი შეტევა მოვაწოდეთ ბოლო მხტომელზე ბურთი
ჩვენი აღარ არის. აღარ არის იმიტომ რომ ფრანგებმა დროულად ახურეს, დროული რეაგირება ჰქონდათ აი ამ კი, ხელით გადმოგდებულ ბურთზე ორი ხელით სულთან ვერ მოვიგეთ ბურთი და უკონტროლო ბურთი მერე უკვე. როგორც წინა ეპიზოდში ფეხით თამაშის შემდეგ ჩვენ დაგვშა ეს უკონტროლო ბურთი, ეხლა ფრანგებს უფრო გაუმართლა. და კიდევ ერთი წინ თამაში, მაგრამ მანამდე ჯარიმის უპირატესობა და ისევ დისციპლინის პრობლემა. ხო, შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ ასაკში 35 წუთიანია ტაიმები, ანუ 40 წუთი ტრადიციული, რასაც მიჩვეულები ვართ. ფრანგები ას თამაშობენ ზურა, როგორ თავისუფლად პირველ რიგში. კი ბატონო, ეს არის მათი უპირატესობა, ხშირად მე შემინიშნავს ხოლმე და ჩემთვის მიფიქრია და დამიფიქსირებია კიდეც ეს აზრი. ტიერ 1-ის ქვეყნები თამაშობენ და სიამოვნებას იღებენ თამაშისგან და ისე იგებენ თამაშებს, ჩვენ კი ვიბრძვით და ბრძოლით ვიპოვებთ თამაშებს. ანუ სიამოვნებას ნაკლებად ვიღებთ იმისათვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. ო, ის სიამოვნება იმ ბრძოლაში რაღაც მომენტში იკარგება ეს. კი, აი საუბარი მაქვს და მხედველობაში მაქვს ის სანახაობრივი მხარე რაგბისი, თორე ბრძოლასაც თავისი სიამოვნება აქვს, რა თქმა უნდა, თან ახლავს ის სიამოვნებას, მაგრამ აი სანახაობას ვწირავთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში იმას, რომ მაქსიმალურად მივახციოთ იმ შედეგს, რაც შეიძლება გადავეჩვიეთ კიდეც სანახაობას. კი, ესეც ვარიანტი არის. იმიტომ რომ ეპიზოდურად გამონათებები გქონდა. კი, მახსენდება მე არაერთი თამაში, სადაც მაგრამ ეს ეპიზოდურად დარჩა. აქ ჯარიმის უპირატესობა გვაქვს გაიწელა ბურთი რაკში, მარცხენა ფლანგზე გავშალეთ, სივრცეც გამოჩნდა მამაიაშვილი. ხო, მაინც მოასწრო ფრანგმა მორაგბემ და გადააზღვია ეს ფრთა და მოახერხა ჩვენი რაკში როგორ გვიჭირს ბურთის შენარჩუნება, ზრუნოძრაობა, კონტაქტში შევიდა. ჩვენი მორაგბე ზოგს უკან ერთი გადაცემა ახლოს აუგდო მახარაძემ თანაგუნდელს, თუმცა უკან დაახევინეს გოგა ბერიძეს. ისიც სათქმელია, რომ ეს ალბათ არა პირველი თამაში არის გუნდისთვის. ჯარიმის უპირატესობა კიდევ აქამდე ორხრივი თამაშები ქონდა, ანუ სათამაშო გამოცდილება მაინდა-მაინც არ აქვს. შეიძლება ესეც მოქმედებდეს გარკვეულწილად ჩვენს თამაშს. ამ ფაზების მანძილზე ორჯერ დაჯარიმდა საფრანგეთი. კი ბატონო, გადავალთ ეხლა დერეფაში. მათე მახარაძე შეასრულებს ამ დარტყმას კვლავ. გადავედით კიდეზე, გადავედით ამჯერად უკეთესად ვიდრე ეს წინა შემთხვევაში მოვახერხეთ მახარაძემ 22-მდე აგვიყვანა, ახლა კი სანდრო გამყრელიძის ჯერი მოვიდა დერეფანში, ბურთი გჭირდება და გამოჩნდა ისიც, რომ შეიძლება კონტაქტის ზონაში რაღაც განსაკუთრებული უპირატესობა არ გვაქვს და საფრანგეთი უკეთ გამოიყურება, მაგრამ ფაზებს თუ აუკინძავთ, შემდეგ საფრანგეთის ჯარიმდება. მოლში დავჩაგრეთ ამ მომენტში, წინ წავიწიეთ, მოწყდა გამყრელიძე შეუტია, ამოგდება გადაიფიქრა, ვაგვიანებთ რაკიდან ბურთის გატანას, მივიდა ბერუაშვილმა გაიტანა ღუდუშაურზე ერთადერთი ლელოს ავტორი დღევანდელ შეხვედრაში ჩვენ მხარეს, კვლავ მორკინალები. შებრუნება, გადავწყვიტეთ ასეც იქცევა ჩვენი ნაკრებიც რუმოძრაობა, ამოგდების მცდელობა, ღირდაცდად. ხო, შევინარჩუნეთ ბურთი მახარაძემ მოახერხა ეს და ვაგრძელებთ ჩვენს შეტევას ფორვარდებით უტევთ და აქ ბლოკისთვის დავჯარიმდით და ძალიან კარგი შანსი გაუშვით ხელიდან და კიდევ ერთი არც 22-დან არ გამოდის ფეხით საფრანგეთი, ხელით რისკავს, თამაშობს, უშვებს შეცდომას, თუმცა როგორც ჩანს ეს არის მათი მწვრთნელის მითითება, რომ ყველა წერტილიდან ითამაშონ ხელით. კი ბატონო. მისასალმებელია კიდევ ერთხელ ისევ და ისევ ტურნირის ფორმატიდან, ტურნირის სახიდან გამომდინარე ხო, აქ შეეძლოთ თავისუფლად დაერტყათ ჯარიმა და მანძილი მოეგოთ, მაგრამ არა სისწრაფეზე გააკეთეს აქცენტი ალბათ იმის გათვლით, რომ ჩვენი დაცვა ვერ მოასწრებდა მოწყობას და ასევე იმაზე გათვლით, რომ კიდევ უფრო მეტი ეთამაშათ ხელით. კი ბატონო. და ფაქტია და ჩანს, რომ ფრანგებს შეცდომის არ ეშინიათ.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, იმიტომ უნდა ითამაშო ამ შეცდომას, ამ თამაშს შეცდომა ექნება. კი, ეს წნეხი ამ ასაკში მოთამაშეს არ უნდა ჰქონდეს შეცდომის დაშვების, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარებაზეც ავტომატურად უარს ამბობს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ის ბევრი თამაში 10-დან თუნდაც 7 შეცდომა, შემდგომში ის 7 შეცდომა აღარ მოგივა იმის იმ გამოცდილების მიღებით და გათვალისწინებით, რომ მანამდე შეცდომები დაგემართა, შემდეგ თამაშებში ამ შეცდომებს აღარ დავშვი. და სწორედ ეს არის, რომ ზდის საბოლოო ჯამში მოთამაშეს და აყალიბებს მას უკვე მაღალი დონის მორაგბით. და ტურნირსაც ფესტივალი ქვია, რაც თავისთავად ხაზს უსვამს იმას, რომ შეცდომის არ უნდა შეგეშინდეს. თავისუფალი გავათამაშეთ მარჯვნივ. გავშალეთ აგვითამაშდა ცოტა ბურთი ხელში, თუმცა მაინც გამოჩნდა სივრცე ჭაკუაც, რომ მოძრაობები შეგოჭეს. მაგრამ დაცვის ხაზშიც მოახერხა მცირედი უპირატესობის მონახვა, სიღრმეები და გრძელი გადაცემა გამყრელიძე საკუთარ თავზე აიღო მომენტი, გარეთ ყავდა ქევანიშვილი, რომელმაც შემდეგ უკვე გადაყარა მაღალ სისწრაფეზე ღუდუშაური. კი, კარგად ითამაშა 22-შიც შევიდა და ვაგრძელებთ ისევ ჩვენ შეტევას. აი ეს ბოლო წუთებია უკვე გატანილი ჩვენს მიერ გატანილი ლელოს შემდეგ ბურთს უმეტესად ვაკონტროლებთ და შეტევაში ვატარებთ. კი, გაიხსნა ჩვენი ნაკრებიც ის პირველი წნეხი გავიარეთ, რაკებშიც აგრესია მიმატა და უფრო სუფთა ბურთი გვაქვს, ბერძენიშვილი ბურთი წავიდა ტრავმირებული მოთამაშისკენ და საჯმაც უმალვე გააჩერა დრო. კი ბატონო, ორი ხელი ქონდა აღმართული და ალბათ ასაკიდან გამომდინარეც სწორედ მოიქცა და შემდეგ ეპიზოდში უკვე თამაში რო განახდება დაგვიბრუნდება შერკინებით ეს ბურთი. კი, და შერკინება გვექნება კარგ წერტილში. აქტიურია სანდრო გამყრელიძე. აქტიურია და თავის გამოჩენაც მოასწრო. ბურთის წაღებები. კი ბატონო. ხო, აქ ჩვენ შემადგენლობას თუ გადავხედავთ, საინტერესო ამბები გვაქვს. გუნდში ყავს, რახან შესვენება გვაქვს ვისაუბროთ ამაზე, 25 ნოემბრით ყავს ბართლომე ხამაშურიძე, საქართველოს 18 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში. ხოია, ბართლომე ხამაშურიძეს დათამაშები აქვს 1999 წელს პირველი თამაში საქართველოს ნაკრების არსებობის ისტორიაში და ეს მისი შვილიშვილი არის, მანამდე შუალედში კიდევ ყველას კარგად ეხსოვება, რომ ბესიკ ხამაშურიძე მითამაშა, ანუ მესამე თაობის მოთამაშე არის უკვე, ვინც საქართველოს ნაკრების ღირსებას იწევს, იმ პირველმა ორმა ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვეს და საკმაოდ კარგად და წარმატებით. ბართლომე ჯერჯერობით 18 წლამდეთან ნაკრებში ასაკიდან გამომდინარე უსურვებთ მას თავის თანაგუნდელებთან ერთად წარმატებას და ისეთივე დიდ კარიერას, როგორიც ბაბუამის და მამამის ჰქონდა. ყავს ასევე სუთიაშვილი. გიერთდები აი ამ კარგ სურვილებში. გიორგი სუთიაშვილი ყავს, რომლის ბაბუაც ასევე მორაგბე იყო, გოგი სუთიაშვილი და მისი მამა შალვა სუთიაშვილი საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა, მესამე ხაზში თამაშობდა. ესეც მესამე თაობის მორაგბეა, ოღონდ გოგი სუთიაშვილის სანაკრებო კარიერა არ მოუწია, მაშინ საქართველოს ნაკრები არ არსებობდა. ამასობაში კიდევ ერთხელ ჯარიმდება საფრანგეთი. ხო, აი უკვე დილემის წინაშე აღარ გავათამაშეთ, კარში დარტყმაც არ მგონია რომ არა, ამ ტურნირზე მე ვფიქრობ რომ კარში ზუსტად ამიტომ კიდეზე არა კარი. მაინც კარი მიუთით ეს საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს მოგებას, მაინც ჩვენთვის ყვაფასი აქვს, რაზეც ვსაუბრობდით. და კარი ავირჩიეთ, გარანტირებული სამი ქულა არის აქ თუ ხო, რეპუტაცია აღსადგენია. ამაზე როგორც ჩანს ამისკენ გადადგმული ნაბიჯე რომ საფრანგეთთან მოგებით გვინდა რეპუტაცია. თუმცა მე მესმოდა რომ სამწვრთნელო შტაბი მოითხოვდა რომ აუტში გადაგვეტანა ბურთი და გვეთამაშა ლელოს. მაგრამ ბიჭებმა ალბათ სხვანაირად ჩათვალეს, გრძნობენ ალბათ ისინიც რომ ამ საფრანგეთთან მოგება შეიძლება და რატომაც არა. საფრანგეთთან გამარჯვება ყველასთვის სასურველი არის, რა ასაკიშიც არ უნდა იყო და აქაც მე თამაშს და იმ გამოცდილების მიღებას თვითონ მოთამაშეებმა არჩიეს რომ სამი ქულა აიღონ და 4 ქულამდე დაიყვანოს სხვაობა. კი ბატონო, ასეც ხდება. ჭაკმუამ შეასრულა ეს ჯარიმა და 10-ით 14 30 წუთზე 5 წუთით შევა პირველი ტაიმის დასრულებამდე. ხო, გარკვეული
უპირატესობა ბოლო მომენტებში მოვიპოვეთ, საფრანგეთმა აიღო ჯარიმები, ამის ხარჯზე კი აუსახეთ ეს უპირატესობა უკვე სამქულაში მიღებაზე უნდა ვითამაშოთ ყურადღებით. გადაცდა ბლოკს, თუმცა მაინც დავიმორჩილეთ ფურთი. გიორგი ქევანიშვილი იყო პირველი მიმღები ჯარიმდებით მალევე. კვლავ სწრაფად ათამაშებს საფრანგეთი, კვლავ ხაზზე გაიტანეს. აი აქ 10 მეტრიანი წესის დავარღვიეთ და კიდევ ერთი ჯარიმის უპირატესობა აქვთ ფრანგებს. ეხლა ძალიან გაგვიჭირდება ამ შეტევის მოგერიება და რომც მოვიგერიოთ, ისევ ბურთი ფრანგებს ექნებათ. მაგრამ არა, აგერ ყვაჭმა გაგვიჭრა ხაზი და იმ ჩვენს გატანილ ჯარიმაზე სწრაფად გვიპასუხა ლელოთი. რომელიც ისე წერტილში გაიტანა, რომ სავარაუდოდ გარდასახვა ზუსტი იქნება. უნდა გვეთამაშა ჩვენს ლეოზე, ჩემი აზრით, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ. კი, მე ზედ მეტად აღარ ჩავერევით ამ გადაწყვეტილებებში. ეს გადაწყვეტილება მიიღეს ჩვენმა მოთამაშეებმა, რომ კარში დაგვერტყა, ავიღეთ 3 ქულა, პასუხად მივიღეთ 5 ძალიან ისეთი რეალური პერსპექტივით +2 ქულისა. კარგი იყო კვლავ 2 ნომერი კვაჭე ფრეინე, რომელმაც ერთი ლეველ აქამდე უკვე დადო, ახლა დუბლი შეასრულა. გარდასახვას კი დელალენი შეასრულებს. ესეც ზუსტია. 10-19, 10-21 უფრო სწორად არც ერთი გარდასახვა არ გაუფუჭებია ფრანგთა დამრტყმელს. 10-21 და 2 შედეგიანი შეტევა გვჭირდება იმისათვის, რომ ანგარიში დავწინაურდეთ. ანგარიშზე უფრო მეტად, რა თქმა უნდა, გვჭირდება ეს შედეგიანი შეტევები იმისთვის, რომ მეტი ვითამაშოთ და მეტი გამოცდილება შევიძინოთ. ეს უფრო მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ აი ამ შემთხვევაში. აქ რაღაც შეუთამაშებელი ქმედება, მაგრამ მეორე წდაზე უკვე შევიყვანეთ ბურთი. თამაში ბრწყინვალე იყო ჰაერში ალექსანდრე მამაიაშვილი. გადავიდა ბურთი მიწაზე, მაგრამ მას შემდეგ რაც ბურცხელი არ გაუშვა ჩვენმა გარემარმა, უმალვე დავჯარიმდით. კვლავ მომართული სწრაფ გათამაშებაზე გილონი, მაგრამ დაუთმო ბურთი თანაგუნდელს. კი, ეს ბიჭი სულ ფიქრობს იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაათამაშოს ბურთი და სწრაფად ათამაშოს თავისი გუნდი. სხვანაირად არც გამოუვა ისეთი კონკურენტი ყავს ეროვნულ ნაკრებში, თუ ეროვნულ ნაკრებზე ფიქრობს და დარწმუნებული ვარ რომ ფიქრობს 9 ნომრის პოზიციაზე საფრანგეთში ისეთი კონკურენციაა, რომ თუ რაღაცა განსაკუთრებულად უნარებით ვერ გამოირჩევა, მაშინ გაუჭირდება ძალიან მან მოხვედრა. ლუკაშულაია შემოვიდა, როგორც დავინახე. კი, თუმცა ვინდა დავა მოედანი, ეს ვერ შენიშნე ნამდვილად. შეგახსენებთ, ულიმიტო არის შეცვლები ნებისმიერ დროს შეუძლიათ გუნდებს ნებისმიერი მოთამაშე შეცვალონ და მათ შორის შეცვლილი მოთამაშეც შეუძლიათ რომ დააბრძანონ. როგორი ჭრა სრულდებოდა, არ გამოვიდა ბურთი, ჩვენ დაგვრჩა. ძალიან გაგვიმართლა შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ იქ ისეთ სისწრაფეზე იყო ფრანგი მოთამაშე, რომ ისი შეჩერება თან ძალიან სწორი სარბენი ზოლი ჰქონდა შერჩეული ზუსტად გადაბმაში დაცვის ხაზში. კი ბატონო და აი ამითი არიან ძალიან წინ ჩვენზე ფრანგები და არა მარტო ფრანგები, ტიერ 1-ის ქვეყნების დიდი წილი აი ესეთ სწორ თამაშს უფრო ადრე სწავლობენ ხოლმე. და მე ამას ძალიან კარგად იყენებენ. 1 წუთი რჩება დაახლოებით პირველი ტაიმის დამთავრებამდე. 10-21 ჯერჯერობით თამაშში ვართ, ჯერჯერობით კაი თამაში გვაქვს და ნახოთ რა და როგორ განვითარდება დანარჩენი მოვლენები. კარგი იქნება ტაიმის ბოლოს ერთ სალელო ვეშეტევას ჩვენს თუ განვაგრძელებთ. კანი ყო ვარდნამსაც. აი შულაიას მოუწია ზუსტად ჩართვა თამაშში. შემდეგ ღუდუშაური მიეძალა, ღუდუშაურმა კარგად წაიღო, თუმცა შემდეგ უკვე ბურთი დაკარგა, ამის შემდეგ კიდევ ერთი წინ თამაში, კვლავ ჩვენი შერკინებით განახლდება, მაგრამ არა, როგორც ჩანს დრო აღარ არის დარჩენილი თამაშის განსაახლებლად 21-10 მარცხდებით საფრანგეთთან ქალაქ ვისში. 6-ერის 18 წლამდელთა ფესტივალის პირველ შეხვედრაში, სადაც საქართველოს როგორც უკვე ვთქვით, საფრანგეთს უპირისპირდება 10-ოდე წუთში დაგიბრუნდებით მოთამაშეებთან ერთად. დროებით